მოგესალმებით. ამჟამინდელი საუბარი შეეხება იმას, თუ ვინ არიან ქრისტეს ნამდვილად მომლოდინენი, რომელთა სახსნელადაც გახდა საჭირო ქრისტეს მეორედ მოვლინება ადამიანის სახით. ამ ცოდნის გაცხადება აუცილებელია იმიტომ, რომ არავის უნდა შეეშალოს ისინი იმათში, რომელიც ქრისტიანული რელიგიისა და სექტების წარმომადგენლები არიან და სინამდვილეში არც ღმერთთან და არც ქრისტესთან მათ საერთო არა აქვთ რა. რაოდენ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმანისა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მისი საშუალებით ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობა შეძლონ ადამიანებმა, მაინც არ მოხდა ის, რომ მასში გადმოცემული ცოდნა სათანადოდ გაეგოთ მათ და სატანის მიერ დაგებულ მახეში არ გამულიყვნენ. არსებული ფაქტები ადასტურებენ იმ მწარე რეალობას, რომელიც სახეზეა. დავლინდება იმაში, რომ ღმერთის სახელით ნიღაბ მორგებულმა რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა ადამიანები ღმერთს ძალიან დააშორეს კიდეც და თანაც რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ის მოიმოქმედეს. საკუთარ წიაღში გამოზარდეს ანტიქრისტე და დღეს რა გონება მიძინებულ მდგომარეობაშიც იმყოფება მსოფლიო მოსახლეობა, ეს მისი უდიდესი დამსახურებაა. ამჟამად მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ზუსტი შეფასება სამწუხაროდ ასეთი გახლავთ. კაცობრიობა გონების ღრმად მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამის მიმხედვი კი არც არავინაა და ვერც იქნება მანამ, სანამ მომკილი შედეგები ფაქტებად არ დაატყდებათ თავს. თუმცა ეს კიდევ საკითხავია, რამდენი შეძლებს ამ სიტუაციიდან ცოცხლად გადარჩენას. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არც ვინმეს შესაშინებლად არის გამიზნული და არც მისი უტყუარობაა საეჭვო. რამე თუ უკლებლივ ყველა ის ცნობა, რაც ჩემს მიერ იქნა გაცხადებული, უკვე აღსრულების ფაზაშია შესული და ყოველდღიურად საყოველთაოდ ხილვადობის დონეზე ფაქტების სახით ვლინდებიან კიდეც. 10 წელზე მეტი პერიოდია, რაც საქვეყნოდ გაფრთხილებაზე ვიძლევი, სტიქიური კატაკლიზმების სიმძლავრის გაძლიერებისა და მათი ყოველდღიურობის რეჟიმზე გადასვლის საშიშროებაზე. რის პასუხადაც დუმილი დაცინვა ან რა სისულელია იყო მხოლოდ. მაგრამ ახლა როცა უკვე მდგომარეობა შეიცვალა და ფაქტის წინაშე დადგა მსოფლიო მოსახლეობა, ყველა იძულებული გახდა იმისა, რომ შეშფოთება გამოხატოს არსებულ სიტუაციაზე, რისთვისაც პასუხს მეცნიერთაგან ითხოვენ და შველას კი მთავრობებს თხოვენ. მაგრამ აქაც შეცდომის დაშვებას აქვს ადგილი, ვინაიდან სიმართლე სულ სხვაგვარი გახლავდა, სრულიად არ შეესაბამება მათ მიმართ იმედის ჰქონას, რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია არც სტიქიის შეჩერება და მით უმეტეს ვინმეს გადარჩენა. თუმცა იმასაც მოგახსენებთ, რომ საშველი ნამდვილად არსებობს და თანაც ერთადერთი მხოლოდ. რაც მდგომარეობს იმ ცოდნის მიღებასა და მის გამოყენებაში, რომელსაც გთავაზობთ. თუმცა აქაც არის აღსანიშნავი ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი და კერძოდ კი ის, რომ ამ ცოდნით აღჭურვის შემძლეობის მქონე ყველა როდია. არამედ არიან მხოლოდ ისინი, ვინაც ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეთა კატეგორიისგან ეკუთვნება და მათ მიმართ ვიტყოდი იმას, რომ მათთვის უკვე სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს ამ ცოდნის დაუყოვნებლივ შეცნობა და მისით ნაბიჯების გადადგმა. რამე თუ წარღვნითი მოვლენების განვითარება მთლიანი საკაცობრიო მასშტაბით არ წარიმართოს, თორემ რაც შეეხება მის საერთოდ შეჩერებას, ეს კი უკვე ვეღარ მოხერხდება. ახლა კი იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ როგორ ქმედებას უნდა მიეცეს ადგილი და თანაც ვის მიერ. უპირველეს ყოვლისა კი ეს ეხება ქართულ ენაზე მეტყველ ხალხს, საქართველოში მცხოვრებთაც და მსოფლიოს კიდით კიდემდე გაფანტულთაც, რომელთაც ემიგრანტები ჰქვიათ და წარმოადგენენ აღმსრულებელს ბიბლიით გადმოცემული იმ კანონისა, ქვეყნიერების კიდით კიდემდე სიონელების გაფანტვას რომ ეხება. მათთვის უკვე აუცილებელია იმის ცოდნა, რომ კაცობრიობის მიმართ განხორციელებული ქმედებების საწყისად არიან დასახელებული ღმერთის მიერ, რადგან წარმოდგენლნი არიან იმ იუდეველთა შთამომავლობისა, რომლებითაც გრძელდება ქრისტეს გენი. ამიტომაც თავისთავად ცხადია, რომ პირველად მათ უნდა შეხებოდათ და ეხებათ კიდეც ყოველგვარი განაჩენის აღსრულების საწყისი. იმიტომ, რომ ამჟამინდელი ქართული სიტყვებით არის მხოლოდ შესაძლებელი გონებაში მყოფი დაფარული სიმართლის შეცნობა და მისით ცხადდება კიდეც მხილებული. ხოლო სხვა ენაზე მეტყველებმა კი ძალიანაც რომ მოინდომონ მისი გაგება, ამჯერად მას ვერ მოახერხებენ ქართულენოვან პიროვნებათა მიერ საჭირო ქმედებათა განხორციელების გარეშე. მაგრამ მათ რომ ეს შესძლონ, ჯერ თავად უნდა იყონ სათანადო დონეზე მცოდნე ამ ინფორმაციისა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ შემძლეობა მისი სხვებისათვის გაზიარებისა, იმის დასშესაბამისად, როგორ უნარსაც ფლობენ, თარგმნისას თუ სხვებისათვის იმ ენის შესწავლისას, რომლითაც შესძლებენ ამ ცოდნის მიღებას. რაც ახლა გაცნობეთ, ეს ის სინამდვილეა,
რაც უკვე აღსრულებაშია გადაცემული და ამიტომაც ახლა ასეთ ამამად ვაცხადებთ მას. რაც ადრე არ გამიკეთებია იმ მიზეზით, რომ სიცრუის ბატონობის ეპოქაში ყოფნა არ იძლევა საზოგადოებისათვის სიმართლის დაჯერების შესაძლებლობას. მანამ, სანამ ფაქტებად თავს არ დაატყდებათ სიმართლე, სიცრუის ზეგავლენით არხეინად მყოფთ. ამრიგად იმის თაობაზე მოგახსენებთ, ვის შესახებაც აქამდე ვიძლეოდი გაფრთხილებებს, მაგრამ მისი მოსმენა და მით უმეტეს შესმენა არავის უნებებია. ცხადია ყველასათვის ინდივიდუალური უფლებაა დაშვებული იმაზე, სიმართლის მისაღებად სიტყვიერად შეტყობინება იქნება მისთვის საკმარისი, თუ ფაქტებთან შეჯახება აიძულებს მის მიხვედრას. მაგრამ ჩემი ვალდებულება კი ის არის, რომ ის ცოდნა გავაზიარო, რაც სინამდვილეს შეეხება და გახლავთ ის, რომ იგი ეხება როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ადამიანთა მთელ მოდგმას და არის შემდეგი. ადამიანის ბედისწერის შექმნა ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის განშით ხდება. კანონებით განსჯილი განაჩენი კი ენერგიული გზის საშუალებით გადაეცემა სამყაროს საიმისოდ, რომ მოხდეს მისი ფაქტების სახით წარმოდგენა. რასაც ქვია აღსრულების დრო, ანუ ბიბლიურად ამინი და სათავისოდ აქვთ გათვლილი პიროვნულ სასიცოცხლო პერიოდს ეპოქიალურისა და მთლიანი საკაცობრიო შამის მიხედვით. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეპოქიალური პერიოდის საზომის მოქმედება უკვე დასრულდა და ამჟამად სამყარო გადავიდა საკაცობრიო მასშტაბის დონის განსჯაზე. ამიტომაც არც ერთი ნიუანსი არ დარჩება ისეთი, რომ არ მოხდეს მისი ფაქტებად აღსრულება. ეს ცნობისათვის. ახლა კი გადავარ იმის გასარკვევად დასახმარებელი ცოდნის გაცხადებაში, თუ ვინ შეიძლება იყოს ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეთა კატეგორიის წარმომადგენელი. რისი ცოდნაც საჭიროა იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე და რაღაც სულიწმიდას შემოსვლასა და მსგავს რაღაცეებზე საუბრობენ. რაც ყოველივე არასწორია და მსგავსი რაღაცებით ანტიქრისტი ახდენს ზემოქმედებას ადამიანებზე საიმისოდ, რომ დაიმედებულნი იყვნენ იმაში, თავი ღვთის რჩეული რომ ეგონოთ. ამიტომაც აღარც მოისურვებენ სიმართლის მოსმენას და ეს კი მათ ძალიან დააზარალებთ. ასეთი სიტუაციის შექმნის შემძლობა კი ანტიქრისტეს იმიტომ მიეცა, რომ ხალხი რელიგიას მიჩნევს ღმერთის ძალით მართულად და მის წარმომადგენლებს კი ღვთისაგან მოვლინებულად. ხოლო რაც შეეხება თავად ანტიქრისტეს, ის კი გაკერპებული ჰყავთ. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია და სიმართლეც ის გახლავთ, რომ განურჩევლად ყველა სახის რელიგიური წარმონაქმნი სატანური ძალით არის მართული. თანაც სამწუხაროდ ამჟამად უფრო მეტიც ხდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველი სახის რელიგიური მიმდინარეობის მართვის სადავეები ანტიქრისტეს უჭირავს ახლა ხელს და მსოფლიო მოსახლეობის გონებაზე ღმერთის სახელით ახდენს ზეგავლენაც. ხოლო ამის შედეგად კი სამყარო რა პასუხსაც იძლევა, ყოველივე ფაქტების სახით სახეზეა კიდეს და როგორც ხედავთ, ვლინდება მსოფლიო დონის მასშტაბის მომცველობისა და ყოველდღიურობის რეჟიმზე გადასული უბედურების მომგით. ამიტომ ვალდებული ვარ, რომ პირდაპირ გითხრათ სიმართლე, რომელიც ასეთია. თუ კი დაუყოვნებლივ არ მოხდება, იმათი გონს მოგება, ვისაც ამისი უნარი ჯერ კიდევ შესწევს და საჭირო ქმედებებს არ განახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად საკაცობრიო მასშტაბის კატასტროფის მოხდენა გარდაუვალია. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ ბედისწერის განაჩენის აღსრულებას ასეთი თავისებურება ახასიათებს. მოსახდენი მოვლენის პროცესის დაწყების წინა წამსაც კი არ შეუძლია ადამიანს იმის გაგება, რაც უნდა მოხდეს. თუმცა გონების გახსნის სათანადო დონეზე ყოფნას თუ კი აქვს ადგილი და თანაც ამოსაცნობი ნიშნების ცოდნასაც, მაშინ მოვლენის მოსახლებლად განვითარებული ნიშნების მსვლელობის დროს უკვე მისახვედრია ის, თუ რის აღსრულებასაც ექნება ადგილი. აი სწორედ ამიტომაც ვიძლევი გაფრთხილებაზე და ამასთანავე იმ გამოსავალსაც გაცნობებთ, რასაც დახმარების გაწევა შეუძლია უბედურებისაგან თავის დაღწევაში. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ ვინ შეძლებს ჩემს შესმენას და ამ კატეგორიას კი ბიბლია ქრისტეს მომლოდინეებს უწოდებს. ყველასათვის ცნობილი ცოდნაა ის, რომ ამ სამყაროსეული კანონზომიერება მიზიდულობა განზიდულობის კანონქმედებაზეა დამყარებული და ეფუძნება მსგავსებათა მიზიდულობას. ადამიანთა შემთხვევაში კი ეს კანონქმედება ვრცელდება ორმხრივი კატეგორიის დაჯგუფებით და განიგება ღვთიური და სატანური ძალის ზემოქმედების შედეგად. სამყაროს შემქმნელის მიერ დადგენილი კანონის მოქმედების თანახმად, ყველა და ყველაფერი თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვის და ვის შეაც ღვთიური ძალა მყოფობს, იგი მათ აღუძრავს სრული ჭეშმარიტების შეცნობისას და შესძლებენ კიდეც მის გაგებას. მაშასადამე სიმართლე ასეთია. ვინც ქრისტეს ნამდვილად მომლოდინია, იმით გამოიცნობა, რომ ამჟამად გავრცელებული მრავალსახეობრივი ინფორმაციიდან შესძლებს გამორჩევას იმისას, რომელიც ჭეშმარიტია.
შემდეგ კარგად შეიმეცნებს მას და მისი მითითებებითაც იმოქმედებს. ხოლო რაც შეეხება ყოველივე ამის შედეგს, გადადგმულ ნაბიჯთა შესატყვისას მათ ღვთისწყალობის მომკა არ დაუყოვნდება და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინების და შესაბამისად დროც საკმარისი მიეცემა. ამრიგად, როგორც ამას ღმერთის მიერ დაწესებული კანონი იუწყება, ამჟამად ზუსტად ისე მიმდინარეობს მსოფლიო მოსახლეობის საყოველთაო განკითხვა. პირველად განეკითხებიან ისინი, ვინაც იმენაზე მეტყველებენ, რომლითაც მხილებული ჭეშმარიტება ცხადდება და შემდეგ კი სხვები. თანაც ყოველივე იმგვარად ხდება, რომ ამის გამააზრებელი ვერც ვერავინა. ახლა კი მიმაჩნია, რომ მეტი კომენტარი საჭირო აღარ არის და ამიტომ დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.